ეგ არის გადაწყვეტილებით განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში წევრობა დაკარგა. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უახლოეს პერიოდში გეგმავს. მათ ამ პროცედურისთვის 20 დღიანი ვადა აქვს. ცენტრის ინფორმაციით მათ რეკომენდაციების დიდი ნაწილი გათვალისწინებული აქვს და საკითხზე მუშაობა ინტენსიურად გრძელდება. სწორედ ამ თემაზე სტუდიაში სტუმრად იმყოფება ლაშა მარგიშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ჩვენს შეკითხვებს უპასუხობს ბატონო ლაშა, საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის, მოგესალმებით ხალხო, მოგესალმები მაყურებლებს. კი ბატონო. ეგ არის გადაწყვეტილების არსი, რომ განუმარტოთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ და გითხრათ, რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება საგანმანათლებლო სისტემისთვის და რა იყო რაც მთავარია ამის მიზეზი. კი ბატონო, დიდი მადლობა მოწვევისთვის სტუდიაში. თავდაპირველად მინდა აღვნიშნო ის, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოში ფუნქციონირებს 2010 წლიდან, შესაბამისად, ჩვენ უწევთ ადმინისტრირებას, როგორც ავტორიზაციის პროცესებს, ასევე აკრედიტაციის პროცესებს. 2010 წლიდან დღემდე მოყოლებული არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა ამ სფეროში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია 2015-2018 წლებში შეცვლილი სტანდარტები და პროცედურები ავტორიზაციის და აკრედიტაციის, რამაც მოგცა საშუალება, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გამხდარიყო ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის ENCAS და იმავე წელს გავხდით ასევე დავრეგისტრირდით განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში ECHAR-ში. ბუნებრივია, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და მნიშვნელოვანი მიღწევა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ნაწილში და როგორც წევრი ორგანიზაცია ამ ორივე ერთი ასოციაციის და მეორე, თქვათ, რეესტრის ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ გაგვევლო განმეორებითი შეფასება. შეფასება დაიგეგმა 2023 წელს, ჩამოვიდნენ საერთაშორისო ექსპერტები თბილისში, მათ წინასწარ გაეგზავნათ ყველა ის დოკუმენტი, რაც აუცილებელი იყო, რომ შეესწავლათ ძირფესვიანად, საფუძვლიანად ცენტრის საქმიანობა და მოამზადეს შესაბამისად ამის მერე უკვე ვიზიტის შემდგომ დასკვნა. დასკვნა განათლების ხარისხის ცენტრს ჩაბარდა დეკემბრის თვეში, დასკვნის მიხედვით ცენტრი 11 სტანდარტთან მიმართებით იყო შეფასებული, როგორც სრულად შესაბამისობაში ამოთხოვნებთან, 2 სტანდარტთან მიმართებით, ეს თქვენმა წინა რესპონდენტებმაც აღნიშნეს, ერთი ეხებოდა ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოების საქმიანობას, მეორე ეხებოდა ცენტრის დამოუკიდებლობას. ამ სტანდარტებთან მიმართებით შეფასდა როგორც ნაწილობრივ შესაბამისობაში ამოთხოვნებთან. ამის მერე უკვე 2025 წლის მარტის თვეში ENCAS შეფასების კომიტეტმა, რომელიც არის ENCAS ექსპერტებსა და ENCAS საბჭოს შორის შუალედური რგოლი, მათ მიიჩნიეს, რომ დამოუკიდებლობის ნაწილში ცენტრი ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და შესაბამისად შეუსაბამოდ მიიჩნიეს ამ ერთ სტანდარტთან მიმართებით ცენტრის საქმიანობა. რა თქმა უნდა, ამან უკვე მოგვცა მკაფიო სიგნალი, რომ გასაკეთებელი იყო კიდევ უფრო მეტი ამ მიმართულებით ცენტრის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. მინდა მადლობა მოვახსენო განათლების მეცნიერების ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტს, რომლებმაც ძალიან ეფექტურად იმოქმედეს ამ მიმართულებით და 2024 წლის ივნისის თვეში განხორციელდა რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც პირდაპირ ჩაიწერა კანონმდებლობაში, განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონში, რომ დაუშვებელია მაგალითად ცენტრის დირექტორს იმავდროულად ეკავა სხვა რაიმე პოზიცია აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე ცენტრის დირექტორის შერჩევის პროცესში პირველად მოხდა ის, რომ საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიიღეს მონაწილეობა და კანონით ასევე დადგინდა დირექტორის შერჩევის ვადა. კერძოდ ჩაიწერა, რომ დირექტორის შერჩევა უნდა მოხდეს 5 წლის ვადით, რომელიც უზრუნველყოფს ამ ინსტიტუციის მდგრადობას და გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში თანმიმდევრულ განვითარებას. შესაძაც იგივე ინტერესტული სექცია არის საუბარი და ქეთიდანაც საუბრობდნენ აქ სტუდიაში, რომ უნდა მოხდეს სრულად დისტანცირება პოლიტიკური აქტორების, ასე ვთქვათ, განათლების სამინისტროს წარმომადგენლების ცენტრისგან. რამდენად არის ეს შესაძლებელი რეალობაში, რამდენად არის შესაძლებელი ამის გადმოტანა? და რა იყო თუნდაც ამ დრომდე ხელისშემშლელი ფაქტორი, რატომ არ განხორციელდა ეს ცვლილებები სრულად? ქეთის კალტონანას უდასტურებს ჩემს პატივისცემას, ნამდვილად ამ შემთხვევაში საჭირო არის რაღაცა დაიგეგმოს გეგმაზომიერად, თანმიმდევრულად, როგორც
შეიძლება იმ რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება, რაც ჩვენ საერთაშორისო ექსპერტებს და ასე ვთქვათ, პარტნიორებს ჰქონდათ. მე ვიწვევ ყველას და ჩემი სურვილი არის, რომ ეს პროცესი იყოს თანამონაწილეობითი პროცესი, ყველა ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი, რომ ერთობლივად მოვახერხოთ ის, რომ საუკეთესო ვთქვათ, გზები გამოინახოს, თუ როგორ შეიძლება სრულად შესრულდეს ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდათ. თქვი, რომ ერთი ნაწილი შესრულებულია, თუმცა ყოველთვის არსებობს გაუმჯობესების სივრცე, რომ შეიძლება კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს ამ მიმართულებით კანონმდებლობა და რაც მთავარია, რომ კანონმდებლობაში რაც იქნება მოცემული, იმის იმპლემენტირება მოხდეს სწორად, იმის დანერგვა მოხდეს შემდეგ უკვე ამ მიმართულებით. ზოგადად მინდა აღვნიშნო ერთი გარემოება, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი რაც დაფუძნდა, ცენტრს ყოველთვის ახასიათებდა, რომ ამ ორგანიზაციაში მუშაობდნენ ძალიან კვალიფიციური კადრები. ეს არ იყო რაღაცა შემთხვევითი შემთხვევა და ყოველთვის ცენტრის მენეჯმენტი, თითოეული ხელმძღვანელი სწორედ ამ ნიშნებს აქცევდა ხოლმე ყურადღებას, რომ კვალიფიციური კადრებით ყოფილიყო ორგანიზაცია დასაქმებული. დღესაც ძალიან კვალიფიციური თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და სრული რესურსი არსებობს იმისა, რომ ამ რეკომენდაციებზე მოხდეს შესაბამისი რეაგირება და ამ რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. კი ბატონო, ბატონო, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში წევრობის დაკარგვას აქვს თუ არა თუნდაც იგივე დიპლომების ან კვალიფიკაციების აღიარების საკითხზე გავლენა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი, რაც ძალიან აღელვებს საზოგადოების ნაწილს, მათ შორის სტუდენტებსაც. კი ბატონო, მადლობა ამ კითხვისთვის. ენქას წევრობა, ეკარში წევრობა, რა თქმა უნდა, იყო ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ამ ორგანიზაციისთვის, თუმცა ეს არც მაშინ 2019 წელს და არც ახლა 2024-ში, როდესაც ცენტრს გარკვეული შენიშვნების გამო შეუჩერდა წევრობა, ეს არ არის პირდაპირ კავშირში დიპლომების აღიარებასთან და კვალიფიკაციების აღიარებასთან. აქაც ახსენეს ჩვენმა კოლეგებმა, რომ დიპლომების და კვალიფიკაციების აღიარება ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ხდებოდა 2019 წლამდეც და დღესაც ჩვეულებრივად გაგრძელდება. ზოგადად კვალიფიკაციების და დიპლომების აღიარებას რაც ეხება, აქ საერთაშორისო დონეზე მოქმედებს ორნაირი პროცედურა. ერთი არის ჩვეულებრივი კვალიფიკაციების აღიარების პროცედურა, მეორე ავტომატური კვალიფიკაციების აღიარება. ენქას და ეკარის წევრობის მიღების შემდეგ ჩვენ არ გვქონდა არც ერთ სახელმწიფოსთან ავტომატურად, ასე ვთქვათ, კვალიფიკაციების აღიარების შესაძლებლობა და ჩვეულებრივი პროცედურით მიმდიოდა, როგორც 2019 წლამდე კვალიფიკაციების აღიარება. არასდროს არ ყოფილა არასდროს ავტომატურად არ ყოფილა. ეს არის ხოლმე ქვეყნებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საერთაშორისო ხელშეკრულება იდება ხოლმე სახელმწიფოებს შორის. ამისი მაგალითებიც არსებობს. სკანდინავიის ქვეყნებს, მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნებს ერთმანეთთან აქვთ ავტომატური აღიარების თაობაზე ხელშეკრულებები და ამიტომ ამის ხაზგასმა მინდა, რომ ენქას და ეკარის წევრობა სამწუხაროდ არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ავტომატური აღიარება გქონოდა ჩვენ სისტემის დონეზე. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ამ შემთხვევაში თუნდაც იგივე სხვადასხვა დროს მინისტრების კომენტარებიდან გამომდინარე, იყო ავტომატური აღიარების რეჟიმზე და ანუ არ შეესაბამება რეალობას? ავტომატური აღიარება დღესდღეობით 2024 წლის მდგომარეობით არც ერთ ქვეყანასთან არ აქვს ქვეყანას. დღეს აღარ, მაგრამ არც წარსულში არ ქონია ავტომატური აღიარების შესაძლებლობა და ჩვეულებრივად აღიარების დროს, როგორც მანამდე, ისევე ეხლაც მოწმდება სამი ძირითადი კრიტერიუმი. უნივერსიტეტი, რომლის დიპლომიც აქვს კურსდამთავრებულს, ეს უნივერსიტეტი იყო თუ არა ავტორიზებული, ჰქონდა თუ არა მას უფლება, რომ განეხორციელებინა სასწავლო პროცესი იმ კონკრეტულ ქვეყანაში. მეორე, დიპლომი, რომელიც გაიცა, ნამდვილად ამ პირზე იყო თუ არა გაცემული და ნამდვილად სწავლობდა თუ არა კონკრეტული ადამიანი კონკრეტულ ინსტიტუციაში და მესამე, რამდენად არის თავსებადი კვალიფიკაციები. აქედან გამომდინარე, აღიარების პროცესში პირდაპირ მოთხოვნა არ არის, რომ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო, რომელიც აკეთებს შეფასებას უნივერსიტეტის, ის უნდა იყოს ენქას ან ეკარის წევრი. რაც შეეხება ენქას წევრობას, აქ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დღემდე ინარჩუნებს ევროპული ასოციაციის სრული წევრის სტატუსს და ენქას რეგულაციების თანახმად, როდესაც
ეგ არის გასაჩივრების პროცედურები დასრულდება, ჩვენ უნდა მივმართოთ ენქას წევრობის განახლების მიზნით და თუ კი ჩვენი პარტნიორები ჩათვლიან, რომ ჩვენ ვერ ვაკმაყოფილებთ რომელიმე სტანდარტს, ამ შემთხვევაში სრული წევრის სტატუსი ორგანიზაციას არ უქმდება და მას ეძლევა დამატებითი ვადა, ეს არის 2 წელი, როდესაც ორგანიზაციამ უნდა იმუშაოს რეკომენდაციების შესრულებაზე. სტუდენტების წუხილი არის ასევე, რომ აი ამ გადაწყვეტილებამ შესაძლო არის მოახდინოს ნეგატიური გავლენა ერთობლივ პროგრამებზე, გაცვლით პროექტებზე, საერთაშორისო გრანტების შეზღუდვაც არის შესაძლებელი აი ამ პროცესის გათვალისწინებით და ამ პროცესის ფონზე. ამასთან დაკავშირებითაც რომ მიაწოდოთ ჩვენს მაყურებელს და განსაკუთრებით სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს. მადლობა, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. მინდა დავამშვიდო სტუდენტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ადმინისტრაციული სფეროს უნივერსიტეტების სამეცნიერო პერსონალის, რომ ეს არ არის პირდაპირ კავშირში გადაწყვეტილება საერთაშორისო პროგრამების დახურვასთან, საერთაშორისო გრანტების გაუქმებასთან, ასევე სოციალურ მედიაში იყო რამდენიმე თქვა გამოხმაურება, რომ კერძო უნივერსიტეტები დაიხურებიან ამის შემდეგ, ან ქვეყანას ასე ვთქვათ, გამოიწოვენ ბოლონის პროცესიდან, რა თქმა უნდა, არც ერთი, არც მეორე და არც მესამე არ დადგება აი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი არის ECHAR-ის წევრობა, რეგისტრაცია, რომ დაბრუნდეს ჩვენი ორგანიზაციისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი შრომით, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ, ასე ვთქვათ, რეგისტრაციის განახლებას. ყველაში თქვენ აპირებთ გადაწყვეტილების გასაჩივრებას და საინტერესოა იმ შემთხვევაში, თუ თქვათ არ იქნება გათვალისწინებული თქვენი არგუმენტები, ასეთ შემთხვევაში შემდგომი ნაბიჯები როგორია? შემდგომი ნაბიჯები, ასევე ECHAR-ის პროცედურა ითვალისწინებს, რომ სააგენტომ შეიძლება მოითხოვოს, ასე ვთქვათ, ფოკუსირებული შეფასება, რაც გულისხმობს იმას, რომ განმეორებითი შეფასება ჩატარდება ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და მხოლოდ იმ სტანდარტებზე, იმ პუნქტებზე იქნება ყურადღება გამახვილებული, რაზეც ჩვენ საერთაშორისო კოლეგებს ჰქონდათ გარკვეული შენიშვნები. ამისათვის დასაწყები და დავიწყეთ უკვე მუშაობა, რომ კიდევ უფრო მეტად როგორ დავხვეწოთ ჩვენი საქმიანობა, ჩვენი პროცესები, რასაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს და მე იმედი მაქვს ცენტრის თანამშრომლების, სამინისტროს თანადგომის, საპარლამენტო გუნდის, ასე ვთქვათ, მხარდაჭერის, რომ ის ცვლილებები, რაც საჭირო იქნება საკანონმდებლო დონეზე თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დონეზე, იქნება განხორციელებული და მიღებული. საკანონმდებლო დონეზე რა ტიპის ცვლილებები არის პირველი რიგის ამოცანა აი ამ მიმართულებით რა არის, რაც შესაძლებელია ვთქვათ, რომ მოკლე დროში მოგვარდეს და აღმოიფხვროს პრობლემები. მე არ მინდა რომ მოვლენებს წინ გავასწრო, ეს არის სამუშაო პროცესი და მე კიდევ ერთხელ ვთხოვ განათლების ექსპერტებს, ყველა უნივერსიტეტს უკლებლივ, რომ ჩაერთონ ამ პროცესში, პროცესი იყოს ინკლუზიური, იყოს გამჭვირვალე, იყოს ღია, წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები, ჩვენ მოსაზრებებს წარუდგენთ, რა თქმა უნდა, და შევჯერდეთ და შევთანხმდეთ, თუ რა იქნება ის საუკეთესო მოდელი, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს იქამდე, რომ აღდგება ECHAR-ის წევრობა. ასევე მინდა ერთ მნიშვნელოვან გარემოებასაც გაუსვა ხაზი, რომ განათლების ხარისხის ცენტრი გარდა ENCAS და ECHAR-ის წევრობისა, ასევე არის სხვა საერთაშორისო ასოციაციების წევრი, როგორიც არის ცენტრალური ევროპის და აღმოსავლეთ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის წევრი ორგანიზაცია ვართ. ასევე 2023 წელს გავხდით ევროპის პროფესიული სასწავლებლების ასოციაციის წევრი და სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ გავაფორმეთ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ორგანიზაციასთან ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საქართველოში შესაძლებელი ხდება ამერიკული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. ეს მეტყველებს ერთ რამეზე, რომ ჩვენი ორგანიზაცია და ზოგადად სისტემა განათლების ინტერნაციონალიზაციაზე არის, ასე ვთქვათ, ორიენტირებული და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს, კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს. ასევე ერთი თხოვნა მექნება საზოგადოების წევრებთან, რომ თუ კი მათ რაიმე კონკრეტული პრეტენზიები აქვთ, მაგალითად პერსონალურად ჩემთან, ან რაიმე ქმედებები არ მოსწონთ, შეუძლიათ რომ თავისუფლად იკამათონ, შეუძლიათ რომ გამაკრიტიკონ, შეუძლიათ იჩხუბონ კიდეც ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თხოვნა მექნება, რომ ორგანიზაციას ნუეხებიან და ორგანიზაციის რყევა და ჯანჯღარი რომ მორჩეს, იმიტომ რომ ამ ორგანიზაციაში ნამდვილად ძალიან კვალიფიციური ადამიანები არიან დასაქმებულები, რომლებსაც უნდა მიეცეთ
შესაძლებლობა, რომ შვიდ გარემოში მაღალ პროფესიონალურად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. თუმცა კი ბატონო კვალიფიკაციაზე როდესაც არის საუბარი, შესაძლებელია სადავ არ არის ამ მიმართულებით არაფერი და არავითარი მოცემულობა, მაგრამ საუბარი როდესაც არის სრულად დისტანცირებაზე პოლიტიკისგან, მაგალითად საუბარი არის ასევე იმაზე, რომ არ შეიძლება ცენტრის ხელმძღვანელი იყოს პარალელურ რეჟიმში ან მინისტრის მოადგილე, აი ამ მოცემულობის და ამ დებულების შეცვლა არის გათვალისწინება, რაც მთავარია შესაძლებელი ცხადია, ხომ? ეს უკვე შეიცვალა 2024 წლის ივნისში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც პირდაპირ ჩაიწერა კანონში, რომ არ შეიძლება ცენტრის დირექტორს იმავდროულად ეკავოს სხვა რაიმე პოზიცია აღმასრულებელი ხელისუფლებაში, რომელიც ინსტიტუციურ დონეზე უზრუნველყოფს იმას, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ იყოს. კარგით, კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ასევე აწუხებს ჩვენს მაყურებელს და სტუდენტებს, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის წევრობის დაკარგვა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის აღიარებაზე თუ იქონიებს ან ხომ არ იქონიებს გარკვეულ გავლენას, რადგან ამაზე ძალიან ბევრი იწერება მათ შორის სოციალურ ქსელებში. დიდი მადლობა. პირდაპირი და უშუალო გავლენა, რა თქმა უნდა, არ აქვს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის აღიარების დაკარგვასთან, ეგ არის წევრობის შეჩერებას, ვინაიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ეგ არის წევრი ორგანიზაცია გახდა 2018 წელს, მაშინ როდესაც საერთოდ არ იყო ENCAS და ეგ არის წევრი, ასევე WFM-ის სააგენტოების ჩამონათვალს, რომ გადახედოთ მათ ვებგვერდზე, ნახავთ უამრავ სააგენტოს, რომელიც ასევე არ არის ENCAS და ეგ არის წევრი. მე მინდა ასევე ერთი დავამატო თქვენის ნებართვით, რომ ეგ არის გადაწყვეტილება ცენტრისთვის, ასე ვთქვათ, რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე არ არის რაღაცა, თქვათ, საგამონაკლისო შემთხვევა ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ისტორიაში 2023 წელს სამწუხაროდ იგივე გადაწყვეტილება იქნა მიღებული ლატვიის ხარისხის სააგენტოსთან მიმართებით, 2022-ში იყო თურქეთის სააგენტო, 20-ში იყო იტალიის სააგენტო, შვედეთის სააგენტო, დიდი ბრიტანეთის სააგენტო და ნამდვილად იმაზე საუბარი, რომ დიდ ბრიტანეთში მიღებული განათლება ან იტალიაში, ან ლატვიაში, ან თურქეთში მიღებულ განათლებას ამის საფუძველზე რაიმე საფრთხე შეექმნა ან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ან ნებისმიერ ქვეყანაში, ნამდვილად უხერხული იქნება ეხლა. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან სტუდიაში სტუმრად და პასუხობდით ჩვენ შეკითხვებს. ლაშა მარგიშვილი იმყოფებოდა სტუდიაში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.